საქართველოს კულტურის მინისტრი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს შეხვდა. სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ხაზი გაესვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით ორმხრივი მუშაობის მნიშვნელობას. მხარეებმა როგორც ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, ისე სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით და კულტურული ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით ინიციატივების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრაზე თინათინ რუხაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს კულტურის დღეების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, რომელიც დღეს ანკარაში გაიხსნება. სამომავლო პროექტების განხორციელების მიზნით კი დაეგეგმა მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ჩატარება როგორც ონლაინ ფორმატში, ისე ადგილზე თბილისში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველო-თურქეთის კულტურულ მემკვიდრეობით ურთიერთობებზე ვისაუბროთ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მიცოდეს, რომ ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ და უმნიშვნელოვანესია ის, რომ სწორედ ბატონი მეჰმეტის პირობებში ჩემი კოლეგის მუშაობის პროცესში 4 მილიონი დოლარის ფარგლებში თურქეთმა გამოყო ბიუჯეტი ქართული ძეგლების აღდგენაზე და რასაკვირველია ჩვენც არ მოვაკლებთ შრომას იმას, რომ ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს საქართველოშიც მივაქციოთ ყურადღება. მან გამოთქვა სურვილი ასევე, რომ კულტურული ტურიზმის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები დავძრათ. შეხვედრის დროს განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით, ასევე თანამშრომლობა სამუშაო ჯგუფებს შორის, ორ უწყებას შორის არსებულ სამუშაო ჯგუფებმა უნდა უახლოეს პერიოდში გამართონ საქმიანი შეხვედრები თბილისში და უახლოეს პერიოდში დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ სამუშაო ჯგუფების მუშაობის შედეგად დაიდება კონკრეტული შედეგები.